ჩვენი პარტნიორია Medical Park-ის კლინიკების ქსელი, 26 მულტიპროფილური კლინიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მე მაქვს ახალი ამბავი. ჩინეთში 4 პარალიზებულმა ადამიანმა ფეხზე გაიარა. როგორ გაიარა პარალიზებულები თუ იყვნენ? ანუ ილონ მასკის რაღაც ის სტარტაპს, ეს თქვა უკვე ხო, ნელ-ნელა კონკურენტი გამოუჩნდა. ილონს ნუ ეტყვით და მე ძალიან ვიხარია, იმიტომ რომ კონკურენცია უფრო მეტი აზარტია და კარგია. აზარტი და ტექნოლოგიის გაიაფება. გაიაფება მეორე მხარე, აზარტი უფრო მეტი მიღწევები და უფრო მეტი სარგებელი ხალხს. ნახეთ რა კარგია. კი, ანუ აქამდე, ანუ ზურგის ტვინის, ანუ ნეიროტრაუმის შემთხვევაში ეს ესეთი შეუქცევად დაზიანებად მიიჩნევოდა და არანაირი საშუალება თანამედროვე მედიცინას არ ჰქონდა ესეთი ტრაუმის შემთხვევაში, რომ პაციენტს დახმარებოდა. ახლა კი ჩინელმა პროფესორებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც ტვინს აკავშირებს პირდაპირ კუნთებთან ხერხემლის დაზიანებული ნაწილის გვერდის ავლით. ანუ ადამიანებს, რომელსაც მართლა ყველანაირი იმედი კი არა და ანუ წარმოუდგენლად მიაჩნდათ და შეგუებული იყვნენ ბედს, რომ ვერასდროს ვერ გაივლიდან, რეალური ხდება მათი მართლა ფეხზე სიარული? კი. ამ ტექნოლოგიისთვის, ამ ტექნოლოგიას ზოგადად ძალიან ბევრი ხანია, ძალიან ბევრი მეცნიერი მუშაობს, როგორ გააკეთონ. მაგრამ მათ შემთხვევაში წარმატებული გამოდგა, მათ მოიგონეს ელექტროდები, რომლებიც იმ დაზიანებულ უბანს შემოუვლის და დენს გაატარებს, ანუ იმის ქვევით, რაც მერე იმ ნერვთან მივა, რომელიც კუნთთან აკავშირებს და შესაბამისად დაიწყება მოძრაობა. ნახეთ, ტვინიდან მოდის სიგნალი, რომელიც რაღაც დონეზე წყდება. ჩვენი ტვინი ითხოვს, რომ ფეხი გავამოძრაოთ. ხო, მაგრამ დენი ვერ გადის. იმიტომ რომ არა. სადენებია მოშლილი. ხერხემლის ნერვი არის დაამყარე ზუსტად აი ბოლო ნაწილი, საიდანაც ეს უნდა გაგრძელდეს, იქ რო წვეტა არის ხერხემლის გვერდის ავლით, მოახერხეს რომ ეს წინ იღებს ამ სიგნალს და უკვე ცდილობს რომ ვარჯიშის მეთოდით, ანუ ივარჯიშოს და ის სიგნალი გადაიტანოს უკვე ფეხში და აი ეს მოძრაობები შეასრულოს და ჩვენ ნახეთ ეკრანზე როგორ იყო ეს ვთქვათ ამოძრავდა ადამიანი, ხო? 4 პაციენტს ჩაუტარდა უკვე ასეთი მინიმალურად ინვაზიური ოპერაცია სხვათა შორის და ოპერაციიდან რამდენიმე საათში მოახერხეს ფეხების გამოძრავება და 2 კვირის შემდეგ პირველმა პაციენტმა გადაბიჯა ბარიერს. მსგავსი ოპერაცია რამდენიმე წლის წინ შვეიცარიაში ჩატარდა. მაგრამ განსხვავება არის ამ მეთოდს და იმ მეთოდს შორის, რომ იქ თვეები დაჭირდა აი ამ პირველი პირველი შეკუმშვის მიღწევას და პირველი ნაბიჯის გადადგმას და აქ მოხდა ანუ საათებში. ამიტომ ეს მეთოდი უპირატესი გახდა იმ მეთოდთან შედარებით. გარდა ამისა, როგორც პირველი პაციენტი ამბობს, მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესდა, თავისთავად გასაგებია, რადგანაც ის უკვე გრძნობს კუნთების შეკუმშვას. გრძნობს, როდის უნდება მოშარდვა, იმიტომ რომ როდესაც ქვემოთ არის, ვერც იგებენ, ხო, რომ შესაბამისად უნებლიე შარდვა აქვთ ასეთ პაციენტებს და შესაბამისად დაუბრუნდა ის შეგრძნებები, რომელიც დაკარგული ქონდა. ცირავს ფიქრობ, ახლა ამ ამბავს რა ვისმენდი, ალბათ ოდესღაც დაკარგული კბილის ჩანაცვლება რომ იყოს, ანუ არც მოვიდოდა აზრად ადამიანს თავში რომ კბილი აღარ აქვს და შეიძლება გავიდეს წლები და ეს იყოს ისეთი ჩვეულებრივი ამბავი რომ დავუშვათ კბილი. რა არც ისეთი დიხდის წინ. 100 წლის წინ. კარგი, მე რა არისო კბილი ჩანაცვლება, იმპლანტი არაფერი არისო? იმპლანტაცია არა. რომ кайხანია შეიძლება. კარგი, აი ნახე 100 წლის წინ რომ ადამიანს წარმოუდგენლად მიეჭდა რომ კბილის დაკარგვის შემთხვევაში ისევ შეეძლო არაჩვეულებრივი ხიმილი და ფუნქციურად რაც მთავარია ეცხოვრა, ასეთივე არარეალური იყო რაღაც პერიოდის წინ, ახლა ეს ამბავი, იმიტომ რომ ყველას, ანუ ეს იყო მოცემულობა, რომელიც უბრალოდ არ შეიცვლებოდა და მორჩა. ისეთი რაღაცები მესმის ამ ჩვენს გადაცემაში ყოველდღიური, ყოველკვირეული ინფორმაცია მოგეწოდება თქვენს მაყურებლებო, როგორ იცვლება ეს ყველაფერი, რომ რა ვიცი, მგონი აღარაფერი აღარ იქნება პრობლემა, რაც ჯანმრთელობასთან არის კავშირში. იმედია. აი თუ არ ვიყენებთ ჩვენი ტვინის 100%-ს. ვიყენებთ, ჩვენ თუ არა სხვები იყენებთ. ვინც ესეც საოცრებებს იყენებენ.